ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის კრება მეოთხე საერთო ყრილობაზე საბჭოს 3 ახალ წევრს და თავმჯდომარეს აერჩევს. თორე თავმჯდომარე კი კრებას წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის ანგარიშს გააცნობს 2 წლის განმავლობაში. ქარტიის საბჭოს ჟურნალისტის ზვიად ქორიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც საბჭოს წევრად დარჩება. უფლებამოსილების ვადაკი საბჭოს 3 წევრს ნინო ზურიაშვილს, ეთერ თურაძეს და მაია მეცხვარიშვილს ეწურებათ. საბჭო ჟურნალისტების წინააღმდეგ მოქალაქეთა 10 საჩივარს განიხილავს. სულ 10 საჩივარი იყო შემოსული, აქედან 5-ზე მიიღო გადაწყვეტილება საბჭომ, 2-ზე ორი განცხადება თავად განცხადებლებმა გაიტანეს და 3 განცხადებაზე ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ის ჟურნალისტები, რომელთა წინააღმდეგაც იყო შემოტანილი განცხადება, არ არიან ქარტიის ხელმომწერები და ჩვენ უკვე მეორე წელია გვაქვს ეს დისკუსია ზოგადად ჟურნალისტურ თემში, მათ შორის ქარტიის ხელმომწერებშიც, რომ გაიზარდოს თუ არა მანდატი ქარტიის საბჭოში და მან განიხილოს იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ შემოტანილი განცხადებებიც, რომლებიც არ არიან ქარტიის ხელმომწერები.